ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ბიბლიაზე. დღეს წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ იოსების ისტორიას და დღეს გავაგრძელებთ და უკვე ძალიან საინტერესო თემა გვაქვს. დღეს ეს არის მოსეს ისტორია, ეგვიპტე, გამოსვლა ეგვიპტიდან უდაბნო და ასე შემდეგ. ეს არის გამოსვლათა წიგნი, ანუ ბიბლიის მეორე თავი, ხუთწიგნეულია, თორა ნიშნავს ხუთწიგნეულს, აი თორა სინათლეს ნიშნავს, სწავლებას ნიშნავს ზოგადად. და ეს არის მეორე ხუთი წიგნი და მეორე რუსულად არის, ჩვენ ქართულად არის გამოსვლათა, ანუ გამოსვლა, გასაგებია, ხო? რუსულად არის ისხოდ, ებრაულად არის შიმოდ, ასეთი, ანუ ეს არის სახელები ერთგვარი, ასე განიმარტება. იმიტომ რომ სახელი რატო? სახელის ფუნქცია არ არის უბრალოდ კონსტატაცია, რასაც ქვია ის აღწეროს, არამედ უფრო სახელში ჩადებულია მიზანი, არსი და დანიშნულება, რისთვის არის ეს საგანი, ანუ მიმართულებას აძლევს, საგანს, დანიშნულებას, ფუნქციას, მისიას, ერთგვარად. ამიტომ ამ წიგნში იწყება შეხება, ხდება შეხება, აი ჩვენ ვთქვით გასულ სამყაროს შექმნისას ორი ადამიანის ისტორია, ერთი როგორ და მეორე რისთვის, ანუ პირველი ადამიანი, ერთი ადამიანია, მაგრამ ორად გაყოფილი. პირველი მართულება სამყარო როგორ გავიგოთ, ანუ გაუვალ გამოუცნობ სამყაროში არიან, ყველაფერი შესაძლოა ხელახ. ამის უნდა განვითაროთ ტექნიკა, მეცნიერება, აი მიწაზე რაც არის, ყველაფერი ეს მართლობის ფორმები, ყველაფერი სტრუქტურები, სისტემები მიწაზე რაც არის. ანუ აქ უნდა გამეფდეს ეს. მეორე ეს არის ვერტიკალური ხაზი, რისთვის, ანუ ეს არის მეტაფიზიკური ადამიანი, რომელსაც აინტერესებს ეს სამყარო არა როგორც მიზანი, მიწიერი, არამედ როგორც საშუალება, როგორ გააცნობიეროს თავისი თავის არს. თავიდან ეს მოდის ცალ-ცალკე, რომ ორივე მაითვისოს, იმიტომ რომ ასე რო არ ყოფილიყო, ერთდროულად ორივე ერთ ადამიანში ვერ განვითარდებოდა. ამიტომ რაღაცა დაყოფაა და უკიდო ერთი ადამიანი ერთია, იგლიჯება ორად, უბრალოდ ორად კი არა. ორ სხეულად იგივე ადამი, ოღონდ ორი მიმართულებით ეს პროფილი ეს. კაინი და აბელი და მე მიდის ესე და ესე სულ ბუდუმივად. შემდეგ ყავს ჩვენ აბრაამი, ისააკი, იაკობი და იაკობში ხდება ცდელობა რომ გაამთლიანოს და ახლა ხდება ამის რეალიზაცია თანდათან ნელ-ნელა ეს. ამის განხორციელება, ანუ რისკენ მივდივართ. აქ უკვე ვაწყდებით აი ეგვიპტის სიმბოლურ მნიშვნელობას და საერთოდ აი რას ნიშნავს ჩვენ ხშირად ვყავართ ამას ყველანი ჩვენ ეს ლამის იმად არის გამოვდა აი უდაბნო საქართველოსაც ვამბობ 30-40 წელია ლამის უდაბნოში ვართ, გავდივართ ეგვიპტიდან, გამოვდივართ ქანაანში, გავდივართ. ეს ყველაფერი აი ეს ერთი სტრუქტურა, სისტემა რომლითაც ჩვენ რაღაცა უნდა გადავლახოთ. ეგვიპტე და ისრაელი ამ შემთხვევაში არის სიმბოლო, ეგვიპტე არის ბუნებრივი ძალები მოქმედებენ, ეს არის მატერიალური სამყარო, ეგვიპტე უძლიერესი სახელმწიფო, აქ ბატონობდა უკვე მატერიალიზმი, ანუ ნილოსი რწყავდა ეგვიპტეს, ყოველთვის იყო მოსავალი წელიწადში 4 დრო, არაფერი არ იცვლებოდა. და იმიტომ ეგვიპტის სიმბოლო არის გველი. იგოლ ასე ებრაულად ასე ქვია, ეს არის მრგვალი, ანუ წრე იკვრება, ანუ სპირალი არ არის, არც მიზანია. ტრიალებს ერთდაიგივე 4 დრო, ასევე ადამიანი დაბადება ზრდა, სიბერე, სიკვდილი და ასე შემდეგ. აი ეს სტაბილურობა, არსად არ მიდის. მაგრამ ეს არის ერთი მხარე ადამიანის როგორ. დღესაც ხო შეიძლება კითხვა დავსვათ, თქვენ დააკვირდით თქვენი ყოფის ეგვიპტეს, რა მინდა მეტი ადამიანს, რა გვინდა სტაბილური ოჯახი, შვილი, სამსახური, ხელფასი და ერთი რომ მშვიდობა იყოს, არის ნუ იქნება ოღონდ ბუნტი და ყველა მეტი არაფერი არ მინდა. და მივდივარ სადღაც, ნუ იქ გამითვალისწინებელ, კი, ამასაც ნუ ახლა რაღაცა იქნება ხლად ესეთი არა ვარ და ასე შემდეგ.
მაგრამ ეს ერთი მხარეა, მაგრამ მეორე რო არ გვასვენებს, აი კითხვას, უკვე რისთვის? ანუ აქ თუ არა აზრი ჩემს, მე ვინ ვარ, თვითონ მე ვინც აღიქვამს ამ სამყაროს და უკვე კვანტური ფიზიკაც წმენას ამყარებს, რომ ის გეუბნება, რომ მოდელირება ხდება, ნუ ობიექტურად არსებული სამყარო, ესა შეხედავ ეს ესეთი არ არის. შენში ტყდება ასე, ეს უკვე მეცნიერებაა. და შესაბამისად შენ უნდა შექმნას შენი სამყაროდან კოსმოსი, ანუ შენ მიდიხარ, რომ ეს ქაოსი, ეს რაღაცა მიწიერი მატერიალური რაც აქ გაქვს, ნელ-ნელა გაწიოს საზღვრები და აზიდო მაღლა. ანუ 64-მდე მიიყვანო. ეს საშუალებად გამოიყენო და არა მიზნად არსებულ. აქ არის ჩვენი შეცდომა. ჩვენ ისე გშტანთქავს, ისე გვიზიდავს ეს მატერიალიზმი, იმიტომ ხუთი თვალის, ხუთი გზობის ორგანო ხედავთ, ვეხებით, ჭამთ, ყველაფერი აქ არის. არსად არ მიდივართ მთლიანად და გვავიწყდება, რომ ეს საშუალებაა, რომ ხორცი მოვიკიდოთ, ანუ ეს როგორც ცილასავი, მთელი ეს გამოცდილება, ხოლო მიზანი ეს არის, რომ მივემსგავსოთ ჩვენ შემოქმედს. ანუ დიალოგში შევიდეთ მასთან. ახლა რაც შეეხება კიდევ ერთი განმარტება, რომ რატომ ხდება ეს ეგვიპტე, რატო არის ისრაელი, რატო შემოდის აქ და რა უნდა მოხდეს, რომ ეს არის რომ ღმერთი რომელიც ღია იყო 64-ში და დიალოგში იყო ადამიანი ღმერთთან. აი ეს გადაიფარა, ეს არის ცოტა ახალი სამყარო იწყება, ახალი რეალობა. ანუ შუალობითი მატერია არის ღმერთის ერთგვარი სამოსი, რომლის უკან ღმერთი იმალება, უკვე პირდაპირ არ გვეცხადებს გადაფარულია რაღაცით. და ჩვენ უნდა ძიებით, ჩხრეკვით, წინსვლით ეს საბურველი უნდა იზიდას ავხადოთ, ასე რომ ოღონდ უტიფრულად არა, ვერავინ ვერ ახდის იზიდას საბურველს. ეს იგივე სიმბოლოა, ანუ მატერიის მიღმა იმალება ერთი ღმერთი. ეს არის ებრაელების წმენა, არ დაგავიწყდეს. ერთია ღმერთი ნიშნავს, ცაზე და მიწაზე ნიშნავს ქვიდან დაწყებული ადამიანი დამთავრებული ღმერთი მოუწყვეტლივ იმყოფება იქ. ესე კი არა რომ რაღაც შექმნა და ცალკე არის, ასეთი მოდელებიც არის თითქოს ღმერთს უკვე არ ვენაღვლებით ჩვენ, იმან შექმნა ჩვენ და გვითხრა რაც გიდა ის გააკეთეთ, მე უკვე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, იმიტომ რომ ყველაფერი მოგეთხოვილია, რომელი მამა დედა გააკეთებს ასე შვილს, ეტყვის მე ყველაფერი მოგეძი და რაც გიდა გააკეთე, როგორ? მაინც სურიქავართ ბავშვთან და შვილთან, ოღონდ კი რამე დაჭირდეს ჩვენგან. ასე რომ აქ არის ეს ამ ურთიერთობებშია მუდმივად ღმერთი, ამიტომ ეს საშუალება და მიზანი, ამიტომ გითხარით რომ ეს ეგვიპტეში გადაფარულია ღმერთი. შუალობით არის და უნდა დაიწყოს ამ ებრაელების იქ ჩასვლა ნიშნავს, რომ სულში ადამიანში ჩნდება ახალი ვექტორი, იღვიძებს, ეს არის სიმწიფე. ესე კითხვა იღვიძებ, რისთვის ეს ყველაფერი? ეგვიპტეში ვერ შედება ყველაფერი მათ. საჭმელი სასმელი აგერ ნილოსი ყვებავს გასულ სულ უზღურებდნენ მე უდაბნოში ხვაბი ქონდა, ხორცი ქონდა, ნიორი ხალხი რა გინდა მე დავბრუნდეთ ეგვიპტეში რა გვინდა აქ. ხო და აი ეს არის ის მატერიალური მიწიერი, ეს არის ეგვიპტის სიმბოლო, ხო? ხოლო ებრაელების იქ ჩასვლა ნიშნავს რომ ხდება კითხვა სვამს ადამიანი. ესაა ყველაფერი? გასულ მოსეზე რო წერია ახალ თქმაში რომ მოსემო რო ისა ეს თავის ხალხთან ერთად ტანჯვა არჩიაო დროებით განცხრომით ცხოვრებას და ამ წმენის გამო დატოვა ეგვიპტის საგანძურები. ნახე სად ჩაიგდო თავი. ყველაფერი გარანტირებული ქონდა. ხო, ეგვიპტეში მეორე კაცი იყო, ხო, ფაქტურად მართავდა. ეგვიპტის მემკვიდრე იყო ფარაონის, როგორც იოსებიც თითქმის იმდროინდ. და ამ დროს ყველაფერზე უარი თქვა იმის რისთვისაც ვარ ჩვენ მოწოდებული. ახლა რაც შეეხება მე ახლა ზოგადად შევიხები, მე კონკრეტულზე გადავალთ. თვითონ ეგვიპტეს სიტყვა რას ნიშნავს? ჩვენ ხო ვთქვით, ეს ყველაფერი ჩვენში უნდა დავინახოთ ჩვენ სულში. ეგვიპტეს სიტყვა ეს არის მიცრაიმ, ისა ებრაულად ეს ნიშნავს სივიწროვე, რაღაცა ჩავარდნა, აი მოწყვეტა ღმერთისგან, ამიტომ იოსებზე წერია ჩავიდა ეგვიპტეში. ანუ ჩასვლა ხდება. ხოლო ებრაულად ფათაში თუ დააკვირდებით ალია თუ გაიგიათ სიტყვა, ანუ ალია არის როცა ებრაელი ბრუნდება იერუსალიმში და რას ნიშნავს ალია? ასვლა. ანუ ჩასვლა კი არა, ანუ მაღალზე. ანუ აი ამ გაფანტულობიდან, დაბალი დორიდან ადიან, იქ საიდანაც გაიფარდნენ.
სულიერზეა ლაპარაკი და არა იმის რომ ფიზიკურად მაღლა არის რა თქმა უნდა აი ეგვიპტე არის ჩასვლა ეს მაღალი დონეა ანუ ეს არის აბრაამის მემკვიდრეები არიან ებრაელები ვინ არის აბრაამის სიმბოლოა გამოვიდა ქალდეიდან და რა დააკეთა პირველი რომ ამ მატერიალური სამყაროს ხილული სამყაროს მიღმა არის ერთი ღმერთი აი იხსენებს აბრაამი იმას ბრუნდება იქ ადამის იმაში პირველ ადამიანის ცნობიერებაში შემდეგ მისგან უნდა შეიქმნას ხალხი რომ ეს იდეა უბრალოდ ოჯახის საკუთრება კი არ იყოს აბრაამის ფიზიკურად პატარა რაღაც არამედ შეიქმნას ერი თავისი სახელმწიფო და მერე ეს ერთი ღმერთიწმენა გაავრცელოს ყველგან და პირველ რიგში ეგვიპტეში ამიტომ აქ მარტო ებრაელების გამოსვლა კი არ არის ეგვიპტიდან და ამისთვის კი არ მოხდა არამედ უფრო ებრაელების ის კი არ წერია აქ წერია რათა ეგვიპტემ ირწმუნოს უფალო ის ერთი ღმერთი იმიტომ რომ ეგვიპტე სიმბოლოა მატერიალიზმის ეს არის კულტურა უძველესი ცივილიზაცია შესაბამისად ეგვიპტე ჩვენ რომ გადავიდეთ ჩვენ თავზე ჩვენ ვართ ეგვიპტე ვინც მატერიალური ცხოვრებით ცხოვრობ ამ წუთის სოფლის გეგმებით სწავლა განათლება წარმატება კარიერა რაღაცა ისეთი მყარი ოჯახი გარანტიები კარგი ხელფასი და ყველაფერი აქ არის აი ამან რო ირწმუნოს იმიტომ შემოდის ისრაელი აი აქ ეგვიპტეში რომ ეგვიპტემ გაიგოს და რატო განა ეგვიპტე არ უყვარს ღმერთს და განა სხვა ქვეყნები ჩვენ ყადახალ გვეშლება ხოლმე რა პირიქით ებრაელი და აბრაამი იმიტომ ამოარჩია რომ აბრაამის საშუალებაა რომ შენ ეს ერთი ღმერთიწმენა გაიტანო და მიზანი უფლისთვის არის ეგვიპტე ანუ იმათ რომლებიც დიდი ეგვიპტე სხვა ადამიანია კაცო ის სხვა ხო არ არის ორი ადამიანი ხო თქვით ახლა მიდის ყველაფერი იქით რომ 64 დედამიწას მოეფინოს ერთი ღმერთიწმენა რომ მიხვედრად იმისა რომ ჩვენ ეროვნებებით რელიგიებით ტრადიციებით ძალიან მრავალგვაროვანი დაშლილი ვართ გარეგნულად მართლა ის დაშლილი დაქუცმაცებული ამას შვირად კელიმს ეძახიან ებრაელები ანუ ჭურჭელი ღმერთს ეჭირა ხელში ადამი თავისი სახეს ხედავდაო რომ ჩაიხედა და გაუვარდა სარკე და მირიად ნამსხევება დაიშალა ხოლო მე უკვე არის სრული გამთლიანება ეს არის უკვე აღდგენა აი ამ დაშლილის რომელიც უფრო მაღალ და უფრო ლამაზი იქნება და უფრო ძლიერ როგორც უძღებიშვილის დაბრუნება უფრო მაღალ დონეზე მოხდა და დავითის ამაღლებაც და ასე შემდეგ ასევე ეს იქნება ბევრად უფრო მაღალი მდგომარეობა ვიდრე ადამიანს ჰქონდა ფოტოშიც ახლა გამახსენდა იაპონელები ხო იცით თქვენ ცნობილი არიან იკებანა და უამრავი ისინი აქვთ იმათ ესეთი ძალიან წვრილმანებში რომ ეძებენ დიდს და მისტიკურს აი მაგალითად თუ აქ ლამაზი ვაზა ახლა თლად ისეთი კი არა ახლა ჩვეულებრივი არა რო ღირდეს და თუ დაიმსხრა ეს ვაზა მთელი ოჯახი აი ყველა ნამცეს კრებენ ყველას შეაკოწიწებენ მერე ამისგან შეწება ახლა რამდენი შრომა უნდა ხო ახლა თითოეულნა პატარა ნახევარნატეხმაც რო თავისი იპოვოს ადგილი ხო არ არსებობს ისა ნახაზი რაღაცა იმას რომ მოყვება დეგოს მაგრამ ამას უღირდა რატო როცა შეაკოწიწებენ ხო უშნოა რა სულ dabzaruli მერე რასაკეთებენ ოქროს წყლით ამოავსებენ ყველა ღრიჭოს და ყველა და გამოდის 1000-ჯერ უკვე გამოდის ესეთი უკვე ანტიკური იმის სიმბოლო რომ ძვირფასი ანუ როგორ გითხრა სულ სხვა რა უკვე აი დამსხურებებიდან რო აღადგენ აი დაახობით აი ახალი ადამი ჩვენ რომელიც აი დავიშალეთ ყველა მოვიკიდეთ სულ გაუცხოებები ტვინით ის ვიღაცა აფრიკელი ისა ტომით გვარით რელიგიით ტრადიციით ჩვენი შინაგანი მაგრამ ის ერთობის სული ხო ყველაში დარჩა ყველა ადამიანის შვილი ვარ თათარიც ჩვენი ძმა არის თუ ხალი გეტყვის დობასა ის უკეთესი და არის ჩვენი ხალხური სიმღერა ისეთი კონდეს გონება ვით მოწმენდილიც არის თუ არ იწამება მასა მაშინ ცხოვრება რა არის ანუ მოწმენდილიც არ არის სუფთა ტვინით უკვე პირდაპირ ერთ-ერთზე ხედა მაგრამ ამისკენ მივდივართ ჩვენ იმიტომ რომ ჩვენ ეს გემო დავატანოთ ტკივილიც და აღდგომის სიხარული განიცადოთ აღდგენის სიხარული განიცადო დაცემის დაქუცმაცების დაშლის ტკივილი უნდა განიცადო აბა როგორ აღდგება საერთოდ ქართულად წვალება და ტანჯვა ხო სინონიმია წვალობ ან ვიტანჯები და ორივე ერთია ტანჯვა არის ალბათ მე არ ამგონია რომ ამას სხვა ნიშნება ხო ტანი და ჯვარი
ხოლო წვალება ძველ ქართული სიტყვა განწვალვა, წვალებელი ნიშნავს დაშლა, დაკუცმაცება. წვალებლები იმიტომ ქვიათ განდგომილები, რომელიც ახალს ქმნიან ცალკე ეკლესიის მოძღვერებისგან დამოუკიდებლად. წვალებლები გვახსოვს ჩვენ ისტორიაში ბევრი. ამ წვალებელს კი არ ვიცი გაწვალებ, არამედ იცავ, მაგრამ როცა დაიშლები დაკუცმაცებაში რას განიცდი? წვალო. რას ეწვალობ? ანუ ვიგლიჯები, ვიხევი. კარგი, თუ გაგლეჯვა, დაკუცმაცება, დაშლა, სინონიმია წვალების, ანუ ტკივილის, მაშინ გამთლიანება, შეკოწიწება, შეერთება, რის სიმბოლო იქნება? ჯანმრთელობის, ხო? ჯანმრთელი, მთელი რა არის? თლიანი. თლიანი უკვე განკურნებული. აი რისკენ მივდივართ ჩვენ. აი ამ დაშლილი მდგომარეობა ჩვენთვის არაბუნებრივია. ტანჯვა, წვალება არაბუნებრივია. ეს დამაჩქარებელია, რომ ბუნებრივია სიმართლიანი, თლიანი. და ამიტომ ჩვენ როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ არასრულყოფილებაში ვართ, დაშლილ მდგომარეობაში ვართ, ეს უტყვარი დასტურია, რომ სრულყოფილება არსებობს და სიმართლიანი არსებობს. მისი ნაკლებობა ეს და ამიტომ თუ ნაკლებობა რეალობა ის ნამდვილი არ იქნება რეალობა სიმართლიანი, ხო ეს ხო იმისი ნაკლებობაა. არასრულყოფილი, რას ეს სრულყოფილი რო არ ვიცოდეთ რა არის? არასრულყოფილებას რატო განიცდი მაშინ? ჩვენთვის ნორმა იქნებოდა, ჩვეულებრივ გავძღებოდით გავთმებოდით და დამთავრდა, არაფერი არ მოგიდებოდა მეტი. მაგრამ აი საიდან იწყება კაცი დიდი ნიშნით. ამის დროს კითხვას ვამ, რომ ესაა ყველაფერი ამ ვერეტები. ეს შედი ცილა უბრალოდ. და შემდეგ უკვე აზიდავ მაღლა ამას. აი ეს არის მისია, რატო ჩავიდნენ ეგვიპტეში ებრაელები. შესაბამისად აი ეს პროცესი, აი ხა ეს მიდოდა შესავლად, ანუ ეგვიპტე ნიშნავს ამ ხრივ მიცრაიმ, ეს არის სივიწროვე და ასევე ქვია ბიბლიაში ცეცხლოვანი ქურა ეგვიპტეს. და შეგახსენებთ ერთ ციტატას თუ არ ვცდები სიბრძე ზირახიდან ან სოლომონის სიბრძიდან არა მნიშვნელოვანი. შვილო თუ უფალს მიახლები სამსახურად განსაცდელისთვის გაიმზადე თავი. სუგრძელებით დაითმინე დამცირებანი. ვინაიდან ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის რჩეულნი კი მორჩილების ქურაში. ეგვიპტეს ქვია ცეცხლოვანი ქურა. პირდაპირ ბიბლიური ციტატაა. ცეცხლოვანი ქურა, პეჩოგნენი, ეგვიპტე. რატომ? რას აკეთებს ეგვიპტე? ეგვიპტეში იწურება, იწვის ყველაფერი, რაც მინარევები გვაქვს ჩვენ. ამიტომ დამცირებანი დაითმე რატო? შენ კი არ მცირდება, შენი შექმნილი ეგო მცირდება, ის თუ არ დამცირდა, შენი დიდში ვერ წახვა. ამიტომ ოქრო ცეცხლში გამოიცდება, რას ნიშნავს ოქრო ცეცხლში გამოიცდება? ოქროს ადნობენ. ხო იცით თქვენ სუფთა სახით ოქრო არ არსებობს. ახლა მე არა ვარ გეოლოგი, მაგრამ სავარაუდოდ დაახლოებით ვიცი რა მასა რო ავიღო დავუშვათ 1 ტონა ოქრო, ალბათ იქიდან გამოვა 1 კილო ოქრო თუ გამოვიდა, კარგია. დანარჩენი მასა ასევეა ლითონიც, მადანი, შენ გონია რკინა გამზადებული არის, ან რაღაცა ნავთობი, რამდენი დამუშავება უნდა ვერ ადამიანიც ასე ჩვენ ვარ რაღაცა კონცენტრატი მოცემულობა და ჩვენ ჭირდება აი ეს ცეცხლოვანი ქურა გამოცდები, ჩვენი განსაცდელების, დამცირებების. იმიტომ არის რომ თუ ადამიანი შენ გამცირებ, მადლობაც კი უნდა უთხრა, ხო ამ დორეზე ჩვენ არა ვართ მისულითო. იმიტომ ის ტესტირებას გიგეთებ, სად გახარ შენ. ეს შენი მასწავლებელია. და არაფერი რო შემთხვევით არ არის, მაგრამ ჩვენ იმდენად მოწყვლადები ვართ, რომ სუდაძაბულები დავდეო, ოდენავ შეგვეხებიან და ყვირით, იქით უყვირით. ამ დროს იბან არ მოგაჩინა შენი სუსტი წერტილი, აქ რო შეგეხო და შენ და მადლობა უნდა უთხრა და ამას ვერ ვხედავდი, შენ რო არ გეთქვა ეს სიტყვები, შემთხვევით მე თურმე გამხელა წერა მქონია. და ასე შემდეგ. კარგი ხარ რო არ გაგვიძებდე. შესაბამისად აი ეს ეგვიპტეში ჩასვლის მიზანი რა არის? უყურეთ ადამიანი, ანუ ეს სისტემა ეგვიპტე, რომელიც რჩება ამ ბუნებით მდგომარეობაში, ეს წრეზე ტრიალებს, დაუდგა დრო, ანუ მაშინ შემოდის ეს ებრაელი, აბრაამის მოდგმა, რომელიც არის მისიის ხალხი, ეს არის კვერთხი, კვერთხი არის აი ესეთი სხივის სიმბოლოა, ეს რომ ვერტიკალში ადის ხოლმე. ეს რგვალია, გველია, არსად არ მიდი. აი ეს უნდა გარღვევა უნდა მოხდეს აქედან. ეს ერთი, მეორე, ნახე ახლა დააკვირდით კიდე მე ხა შესავალს ვაკეთებ და მთავარი ეგ არის რომ ეს სწორი მიდგომა ვიცოდი. მეორე კიდე
დააგვიდით ახლა ღმერთმა სამყარო შექმნა 10 სიტყვით. 10 იმით ბრძანებით. თქვა ღმერთმა, ახლა ხوار დავიწყებთ ახლა. ანუ ეს არის 10 აი ესეთი ბრძანება თუ 10 სიტყვა ღმერთის, რომელსაც მოყვა სამყაროს აი ესეთი ამ სრულ ფორმაში ჩამოყალიბება. ჩვენ გვაქვს კიდე რა? 10 ცნება, კიდე რა გვაქვს? ეგვიპტეში რამდენი სასჯელი იყო? ოპა, რატომ? ახლა მოდი რა კავშირებია? 10 გვაქვს 10 სიტყვა, გვაქვს 10 სასჯელი და გვაქვს 10 ცნება. შუაში არის სასჯელი. რატო არის შუაში? 10 სიტყვით რო შექმნა სამყარო, ქმნილება შექმნა. რომლის უკან არის ღმერთი, ეს ქმნილება, მატერიალური სამყარო უკვე ღმერთი რედუცირებულია, უკვე უკან არის და მან თავი რედუცირება გააკეთა. ხა რედუცირება ცოტა ისეთი ფილოსოფიური ის არის, მაგრამ მე მგონი დამცირება, დაკნევება შეგნებულად, რომ ქმნილებისთვის მიეცა საშუალება, რათა იმ ქმნილებას მერე ფარდის მიღმა, მატერიის მიღმა ღმერთი ეძება. ამიტომ სამყაროს შექმნა უკვე ღმერთის ის არის დაბლა ჩამოსვლა, ანუ უკან ამ დაძება რომ ადამიანმა ამოხსნას ეს, ამიტომ ღმერთთან ისევ მოვიდეს უშუალო სიცხადე. ანუ ეს არის ქმნილება, მაგრამ მიზანი რა იყო? ამ 10 სიტყვით სამყარო შექმნა, ეს ქმნადობა აქ არ უნდა გაჩერდე, ქმნილება ერთია, უნდა გამოცხადებამდე უნდა ამაღლდეს ადამიანი. გამოცხადება რა არის? ანუ გამოცხადება არის დიალოგი ღმერთთან, პირდაპირ უშუალოდ მატერიის გარსის გარეშე. შუალობების გაცნებების მიღმა, რიტუალების მიღმა, ფარდების შეფუთული ისინი რო არის, რომელიც მიცხადებს ღმერთს როგორც სიმბოლური ენა, მაგრამ მე ვერ ყვაყობ ეს მიტყუებს, ეს მიზანი კი არის და ბოლოს უკვე იხე ფარდის მიღმა უკვე ერთ-ერთზე, აი ეს არის სამოთხე უკვე დიალოგი. ახლა თქვენი სად არის ღმერთი, როდის ნახავთ? ახლა თვალის ახელვა ჭირდება, ჩვენ ძალიან შორს ხედავთ. ბავშვს რო ეტყვი რაღაცა მოძებდა, გონია რომ რთული უთხრა, სულ რთულისკენ იყურება და ცხვირწყინოედოს იმას მერე გაიხედავ. ჩვენ ესე ვარ შეჩვეული. ნუ რაღაცას ვეგვეტყვენ, არის ჩავიჭერ რაღაცა რთული იქნებაო და სადღაც ეს კიდე იმდენად ახლოს არის, რომ სულ ბოლოს ხდებით, რომ ერთი მამა რო ამბობს, ღმერთი უფრო ახლოს არის ჩვენ და ვიდრე ჩვენივე საკუთარი თავი. ის ჩვენი სათავეა, კაცო, სადეზე, მაგრამ ასე იწყება. ამიტომ ქმნილებას უნდა მოყვეს გამოცხადება, ანუ პირდაპირ 10 მცნება იქ რო, მაგრამ უღურე გამოცხადება რომ მოხდეს შუაში არის 10 სასჯელი და რატო? 10 სასჯელი ეს არის ჩამოშლა ყველაფერი იმის, რაც ხელს უსჯელს გამოცხადება. აქედან უნდა გამოიყვანო ხარ. ანუ ეს 10 სასჯელის მეშვეობით ხდება მატერიალური სიმყარის მონობის სულის შეტორტმანება, მისი საბუცულების მორყევა, რომ ადვილი გახდეს გამოცხადება, მე აქედან პირდაპირ ვერ გავიდოდ. გასმით ეს ერთი მთელი, ნუ გამოყოფ თქვენ ებრაელები, ეს ერთში ხდება, ოღონდ ებრაელობა, შემდეგ უკვე ჩვენ ახალ ებრაელები ვართ, ახალ ისრაელი, ქრისტე. ეს არის გამოცხადებით მიღებული ჩვენი ცოდნა, რომელიც სიგიჟეა, ასო სიტყვა ჯვრის შესახებ ელინთათვის როგორ არის სიცოფეა და ებრაელებისთვის სკანდალოსერია, მან სკანდალი არის, როგორ ისა საცდური, ანუ რაღაცა დასაბრკოლებელი რა. ერთი დასინიან, მეორენი ყოლდებიან, ებრაული და ბერძნული სიმბოლო არის, ორი რელიგიური გონება და მატერიალისტური განმანათლებლობა. ჯვარი ორივესთვის მიუღებელია. ამიტომ რადგან ღმერთი ვერ შეიცნეს წუთისოფლებში ცხოვრება თავიანთი გონებით და ადამიანური ან უარი თქვეს, მაშინ ღმერთმა გადაწყვეტა ქადაგების უგუნურებით ეხსნა ისინი შეულებია. უგუნურებაა მათთვის, იმიტომ სიტყვა ჯვრის შესახებ ხოდა. ამიტომ აი ეს ეგვიპტის ეს 10 ის არის რომ მოირყეს ეგვიპტეს მიზანი რო იყო, აი მაგალითად ესეთ კითხვა არ გიჩნდებათ, რომ რატო ელოლიავება ამდენს? რატო ელოლიავება ფარაონს ღმერთი 10 ჯერ 10 ის სანამ არ გააკეთა თავიდანვე არ შეედო დაერტყა ისე რომ ხოხვას დაიწყებდა. ნუ მაშინ რა განსხვავებაა მაშინ ეს იგივე ძალადობა იქნება. მიზანი ძალადობა კი არ არის. ღმერთის მიზანი ის კი არ არის ჩვენ ეგრევე რომ იმაში მოგვიყვანოს კანკალში რომ არ გავიძრეთ. მე თქვენ ადრე გითხარით რომ ებრაელები აი
სინათლაზე ცნების მიღებას, აი რაც მოხდა, იმას არ დღესასწაულობენ, იმიტომ რომ ეს არის ძალადობა ჩვენ. და მთელი ცხოვრება ყოველთვის გაურბოდა ებრაელები, ეს იყო მათი ტრამვა სულიერი, იმიტომ რომ ეს ქუხილი, ხმები, ყველაფერი ის იძულებული გახდა, მათ ჯერდი არც იყო დრო მან და ამიტომ ასე უნდა მიეღოთ და მე მთელი სულ ამბოხი, ანუ შეუძლებელი ადამიანის დაშინება, იმიტომ ადამიანი ღმერთია თვითონ. ამიტომ ღმერთი ამას საშუალებად იყენებს და არა თვითმიზნად, რომ მისთვის მიზანი არ არის, რომ წესრიგი იყო დედამიწაზე. რა შეჭირდება, თორე კი. განვითარებისთვის უნდა მისცეს ასპარეზი, რომ მე ადამიანი აი ამ როცა მე მაგ საშუალება გამოვავლე ჩემი თავი, თანდათან გაცნობიერებით და სიყვარულით დაუბრუნდე ღმერთს და არა იძულებით და არა შიში. ამიტომ ფარაონი მისი შვილია, კაცო, ეგრეთ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეგვიპტე ჩემი ხალხია, წერია ასური ჩემი ის არის რჩეული და ისრაელი ჩემი წილიო, ნახე? მაგ დროს ღმერთს შეიცნობს ყველა. პირიქით მე რომ მკითხო, ისრაელის საშუალება ეგვიპტე მიზანია. ეგვიპტე ამატერიალ სამყაროს სიმბოლოა, ეგვიპტე. ხოლო ისრაელი შეწირულია ამასთვის. ის განწირულია იმისთვის, რომ მისი ჯილდო ის იქნება, რომ ამ ამოცანას როცა შეასრულებს, რომ ერთი ღმერთი წმენას, აი როგორც კამიკაძესავით გაიტანს ბოლომდე და მისცემს სამყაროს, მერე მას თავის წინს მისცემენ. მაგრამ იქაც ხო არის, როგორც ჩვენთანაც რო არის, აი რაღაცა განდიდების მანია, რომ ესეთი ყველაფერი დააბეჭდა ღმერთმა, დიდი უნარები, შვევები, თვისებები იმათ რო გითხრათ, ყოველთვის უჭირთ, რომ იციან, ახლა წარმოგიდგენია, იციან ისეთი რაღაცა იციან, რომელიც სხვებმა არ იციან და ეცოთ და მათ ხანდახან ამ პარტავნებაში აგდებდა. და რაღაცებს თვითონ ღმერთს უპირისპირდებოდა, ამიტომ ყველაზე მეტად ებრაელები ისჯებოდნენ სწორედ. რომ ახლაც არიან ებრაელობა ისეთ რომელიც გვაღეზიანებს ჩვენ და სიონებში რო და ყველა ებრაელზე რო გადადის მერე ისა რომ ყველა ებრაელი ასეთები არიან ამათ სოფლიოს დაპყრობა უნდა და ეს შეთქმულების თეორიები და ფული ამათია იდეოლოგიები ამათია რელევანცი სადღაც სწორია იმიტომ რომ ამათ ეს უნარები უბრალოდ მათ უნდა გაუგოთ ჩვენ ის ყველა არ არის ისე იქაც არის პრობლემა კაცო ამიტომ ებრაელების პრობლემა ის შემთხვევაში რეუბენის პრობლემა, როცა მამის სარეცელს დავიდა, ანუ იმის ნაცვლად, რომ ერთი ღმერთი წმენა მისცემს სხვას, და ამისთვის არის მოწოდებულები, მათ თავიანთი ეს უპირატესობა და რჩეულობა და ბერეს უკეტავს ამას გონებას და თვითონ ფაბრიკაციას აკეთებენ ახალი მოდელები, თვითონ ქმნიან ღმერთებს და ამას აწვდიან სამყაროს და ესე რევოლუციები, რაღაცები და პირიქით მათი დასჯის მიზეზი სწორედ ამის გამო რომ ისინი სამყაროს და სადაც არის გაფართული იქ არ აძლევენ ერთ ცოცხალ ღმერთს იმის შედეგია სწორედ ისინი საიდანღაც იდევნებიან გერმანიაში სასწავლებლები თვითონ რაბინები ამბობენ როცა ისინი ამ მატერიაში ზედმეტად შედიან და იყენებენ იმისთვის რომ ებრაულ გენიას ცენ პატივით და არაერთ ღმერთს და ისინი ხშირად იქვეყნიან ნობელის რამდენი პრემიის ლაურეატი ყავდა უშუალოდ აქ სულ დააკვირდით თუ გინდა 0.06%-ია მთელი მსოფლიოს მოსახლეობის და ლამის 50%-ზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატები აქედან არის ეკონომიკაში მოდელები, შოუ ბიზნესი, ფული და ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მერე მაინც დაბალი იყო და წაკრავენ ხოლმე შიგადაში ეს იმდენი ცოდნა გაიქცევათ და თვითონ აკეთებენ ფაბრიკაციას რაღაც მოდელების და ადიან მამის სარეცელზე. ანუ რა არის მამის სარეცელზე? ღმერთის ადგილს იკავებენ, ანუ ეს არის ზუსტად ეს. ღმერთი მე ვარ ღმერთი, ჩემი მე ვქნი ამას ყველაფერს. და ამ მატერიალი მარქსი როგორ არის ნათქვამი ისა პირველმა ებრაელმა თქვა რომ ყველაფერი აქედან არისო, მოსე. მეორე ებრაელმა თქვა რომ ყველაფერი აქედან არის, იესო გული. მესამე ებრაელმა თქვა მარქსმა რომ ყველაფერი მუცელია, ეკონომიკა. საჭმელის ასლი. მეოთხე ებრაელმა ცოტა ქვემოთ არისო, ყველაფერი, ანუ ლიბიდო და სექსუალური ენერგიები. და მეხუთე ებრაელმაო, აინშტაინმა თქვა რომ всё относительно. ყველაფერი შეფარდებით არის, ანუ არც ერთ საცაკიე მთლიანობაში გააჩნია რა ფარდობით და რომ უყარეთ კაკალია ხა, მიდი, ვინ არიან ესები ვინ ჩამოვთვალე? სოფლიო ისტორია ამათზე დგას ეს ხუთი რაც ჩამოვთვალე, იმის იქით არაფერი არ არის. და რა უნდა უყოთ ამას, ახლა ხო ძნელი ამ ტვირთის წარება. არ არის ადვილი. როდესაც ახლა ჩვენთან ბუღალტერებს და მოლარებს წაცდებოდა მოლარებ ხო იცით მისი არ არის ფული. არ ბუღალტერი, მაგრამ ძირითადად აი დღესაც და საბჭოთა კავშირის დროსაც
საბჭოთა კავშირის დროს იმდენად იმიტომ რომ იმათ ჭკუა ყოფლიდა და მიეცა ხვებისთვისაც და ამიტომ ჩემი ძმები მაგალითად ხელოსნები იყვნენ ყველაზე მეტ კაფელს აკეთებდნენ მოლარეებთან და ბუღალტერებთან და კიდევ ვიღაცებთან გამგეებთან საწყობი სადაც ფულის ის არის ხელი ახლოს რატო იმიტომ მე უნაწილებენ ხვებსაც და მე დღეს თაღლითობაზე ძირითადად ხალები ზიან ეგერ 180 მუხლი თაღლითობა და ახლა ებრაელი წარმოიდგინე ყველაფერში ხელი აქვს ჩაყო მისია უყურებლებია შენ მოლარე ხარ გაეცი იმსახურე და მე შენ ხელფას მოგცემ შენი გექნება და წაკრავენ ხალტურა აქვს ხანდახან ნუ გონია თუ ჩვენ ვართ ყველაფერი გოები ჩვენ უნდა მოგვემსახურო და ჩვენ ღიზიანდებით ეს ერთი რაბინი რო გამოდის ვიღაცა იმაზე ვაგებ და რაღაც შეთქმულების თეორიებზე და არა გვაქვს უფლება წევლაა იცოდე პირდაპირ წერი ა ブラ ამს შენს მაკურთხებელს დაულოცავ და შენს მაწყევარ დავწყევი და ეს ყევლა წერდება პავლე გაფრთხილებ თამაში ჩემი თუ არ გჯერა მეცხრე მეათე მე-11 თავები კიდე ერთხელ წაიგითხეთ რომანთან მიმართ რატო დაემართათ ებრაელები შენო ველური ზეთისხელის ტოტიო რომ მოწყდიო ნამდვილ ფესვებს უფროსწორად ველური ზეთისხილი რო იყავიო და დაემყნეო ბუნებრივ ზეთისხილსო შენ წარმართიო და რო იკვეხნიო რომ ისინი მოთხრდნენ რომ მე დავემყნო შენ თუ ველური დაემყენიო ბუნებრივს უფრო ბუნებრივად არ დაემყნობა და არ დაუბრუნდებაო ფესვებსო ამიტომ თელი ისრაელი გადარჩება ბოლოშავს ამიტომ ნუ იტყვით იმას რომ ის უარყოფ მერტყვა რომ მე მოვიდე დროებით არისო სიბნელეო მათთვისო რომ ჩვენ წარმართა სისავსე შემოვიდეთ და მე ღმერთი ყველას მოაბრუნებს უკან და ამიტომ როდესაც თელი ისრაელის სახე და ებრაელის სახელი არ უნდა ავყვეთ ჩვენ იმას რასაც ეს დამიჯერეთ რა ეს ინფორმაცია არის და პროპაგანდის შედეგია ეგ ყველაფერი რომ ებრაელობის მიმართ ჩვენ ჩაგვითრიონ და რაღაც არა ეს არის ა ブラ ამის მოდგმა მათ თავი მისია გავი ბოლოს და ბოლოს ვინ ჩამოწვალა ყველა ეს ციგნი მათი დაწერილია 12 მოციქული ღვთისმშობელი ყველაფერს თავი დაანება ხა პატარა ბავშვით ისა რომ მივადედა თქვენ ქრისტე მოკალით ეხლა რაღაც დონეზე სწორია მაგრამ უფრო მაღლა რო ახვალ ახლა არ მინდა ამას შევეხო უბრალოდ ერთი სოლოვიოვის გამანათლებელი სოლოვიოვი მართლმადებელი რუსი მართლმადებელი განმანათლებელი უდიდესი კრიტიკოსი და მწერალი თქვენ რომ ამბობთ ებრაელებიო ისინი დაწყევლილები არიან იმიტომ თვითონ დაიწყევლეს თავი ჩვენა დაგვიწყევლიაო როგორ და პილატემ რო უთხრა გაუშვებ თქვენ მეფესო მათ ვიყვირესო ყველა მერთად რომ მისი სისხლი ჩვენზე და ჩვენ შთამომავლებაზეო დაიწყევლეს თავიო და ამიტომ რა ჩვენი ბრალი ისინი დაწყევლილები არიან მაგრამ სოლოვიონი კითხულობს რიტორიკულ კითხვას თქვენ ამ დროს რატო გავიწყდებათ რომ ქრისტეს სისხლი გამწმედელი არისო და არა გამანადგურებელი არ რაღაცა ცუდისობდა ანუ იმათ რომ თქვენ მისი სისხლი ჩვენსო თავი ებრაელი მასე დაიწყევლისო თავსო საიდან ნახე მე არ ვამბობ რომ ეს ახლა 100-ია და მაგრამ ნახე ყოველთვის ჩვენ უნდა ვისწავლოთ თუ გვინდა წინ წავიდეთ ჩვენი შექმნილი მოდელი აი კერპი ეგ არის აი 100-ია და რა იცი რომ 100-ია აქამდე ასე იყო მზად უნდა იყო გადაატრიალო ყველაფერი თუდაც 2x2 ან 2+2 4-ია ან 1+1 ისიც კი არ არის ერთი აი კვანტობა რასე კვანტური აზროვნება ებრაელების აზროვნება სწორედ ასეთია თუ დღემდე ვერ მოვიდოდი ისინი გადააბრუნე აი ყველა ჩამოყალიბების სისტემა ადამიანის მიერაა ჩამოყალიბებული ღმერთს ვერ ჩამოაყალიბე აი ერთი გამონათქვამი რო არის ჩვენ ღმერთს სამყარო არ არის ნახაზი სამყარო ნახატია და აქ ყველაფერი ნათქვამია ვინც ეცდება ლოგიკით მიუხვდეს სამყაროს ადამიანს თუნდაც ადამიანის სამყარო თელ სამიტვედეს ღმერთი ის კი არა ჭიქაც კი ამას ვერაფრით ვერ გაიგე ბოლო და ის ჭიქა საიდან იწყება და რა იყო ნუ წახვიდე ამას საბუწველი არა ვერაფრით ვერ ამოხსნე ამიტომ ნახაზი კი არა ნუ ეცნები კუთხეების ჯამი და რაღაცები გამოთვალო და ასეა და დადო ნაშრომი რომ ვრაჩი დაკაზარიშო ბოგანია და ოფლი მოიწურო და დადო ნაშრომი რომ ეს ასე ტყუილია პატარა უმარტივეს აი ამაზე ვერ დადებ ბოლოს რა არის ეს ვერ გაიგე ნახაზი ანუ სხვანაირი ხედვა უნდა ამიტომ ჩვენ ცოტა რაღაცები რო გვაქვს ჩაბეტონებული ჩვენ ყოველთვის უნდა მოვაფამფალოთ ცოტა ავაფოლხოთ ჩვენი პალო რომელთა დაბულვათ ეს 100-ია ჩავაბეტონეთ ეს არის კერპი არ შეგვიძლია დღეს გვიქნება მასე ლაპარაკი ყოველთვის ვიყოთ გადავამოწოთ ყველაფერი რაც აქამდე მიღებულობ იმიტომ ეს ნაწილობრივ ვიცით ნაწილობრივ წინასწარ ვეთქვით თუ ნაწილობრივია და მე ეს ვიცი როგორ შეიძლება მე დავენდო პირად მე გზად ვარ ახლის მისაღებად ყოველ ამიტომ გეუბნება შენ სახარება რომ ჩვენ ცხენს
წირები ვართ ამ ქვეყანაზე, მსხემები ვართ ამ ქვეყანაზე, გადამტიელები ვართ ამ ქვეყანაზე. ჩვენ აქ არა გვაქვს ქალაქი. ჩვენ ზეციურ ქალაქს ვეძებთ. ზეცა ფიზიკურ ზეცას კი არ გულისხმობ. მიზნების რეალიზაცია, მე ჩემივე თავის პროექტი მაქვს, მთელი 60 არის ჩემივე თავის გაგრძელება. მე თუ იქ არ შევაბიჯ, მე სულ იმასაც დავკარგავ, რაც მაქვს, როგორც ქრისტე ამბობს. აი ვინ არის ადამიანი თავის შესაძლებლობა. აი ეს არის იმათი მისია ეგვიპტეში ვინ შემოვიდა. ეგვიპტე დასრულებულია. აი ასე წრე გველი შეკრულია, ხოლო აქ შემოდის მიზნია, მიზანი, რომ ეს აწიოს მაღლა, გაიყვანოს, გადააცილოს საზღვრებს 10 წლების მეშვეობით, გაიყვანოს, ჩაიყვანოს ქანაანში, სადაც მუდმივი დინამიკაა და პროცესებია წინ წამავალი და ბოლო-ბოლო მესია უნდა დაბადო. და თუ გაჩერდები მესიას როგორ დაბადო? აი ეს მინდოდა მთლიანობაში ახლა ეგვიპტეზე მეთქვა, ხო, კიდევ ერთ ვიტყვი, კიდევ ეგვიპტე ნიშნავს სიტყვა, ერთი გითხარით მიცრაიმ, სი ვიწროვე, ასევე ღუმელი, ცეცხლოვანი, რატომ თქვით, რომ მოგშორდეს ყველაფერი ეს რაც მიწე ხო და მეორე არის პესახ, კიდევ ეგვიპტეში რაც მოხდა ეს მერე გვია გვიქნება, უბრალოდ ახლა დავამთავრებ, ეს არის მეტყველი პირბაგეები, ანუ ლაპარაკები ჩახშობილი იყო, ღმერთის სიტყვა ეგვიპტემ ჩაახშო თლიანად. მონება არის, მონა ვერ ბედავს ლაპარაკს და არც მოგისმენეს შესანა მონახა. ამიტომ უნდა გამოთავისუფლდე, რათა შენ ილაპარაკო, უკვე პიროვნება ხარ, ჩემი ხმამა. ეს ხმა იქ დაკარგული იყო. აი ეს არის ებრაელებს აბრაამს ხოდა ღმერთის სიტყვა. გადარჩენ მეტი არსად არ იყო, უბრალოდ მელქისედეკიც ვიცით, მაგრამ აი ეს პიროვნებებში იყო. აი ეს უნდა შესულიყო ეგვიპტეში, რატო? ჯერ მონობა უნდა წავიდეს ეს სიტყვა, ანუ მარცვალი ჯერ უნდა დაითესოს, ანუ ღმერთის სიტყვა იქ მონობაში და იქიდან უნდა ამოიყვანოს მერე და გათავისუფლდეს. სამი მონობისაგან, სამი ფორმი, პირველი დეტერმინიზმი, ეს არის ბუნების დეტერმინიზმი, ანუ ბუნების ძალის იქით არაფერი არ არის, მათ ვერ წარმოიდგენათ ეგვიპტელებს, რომ ნილოს რამე დაემართებოდა და ან ეგვიპტეში ან შიფშილი გაჩნდებოდა, ან რამე გასულ იოსებს რომ მოიყვანის იოსები ძროხები და ის ნახა შიმშილობა იქნება ვერც ერთმა ეგვიპტელმა მოგმა ვერ ამოხსნას იმიტომ რომ ნონსენსი იყო მათ ვერ წარმოიდგინათ შიმშილი ეგვიპტეში ანუ აი აქ ეს ეგვიპტეში რასგულ სამმაგი მონობა პირველი არის ბუნების დამორჩილება ბუნების ძალების მიერ თუ ეს არის ყველაფერი ბუნება ჩვენთანაც ასე არ არის ბუნების ძალებს საბჭოთა კავშირი როგორც ემდა მატერიამ შექმნა მატერიამ ბიჭო ვინ არის ეს მატერია ეგეთი ჭკვიანი ეგეთი გონიერ ყველაფერი რომ იცის და ყველაფერი რომ გაითვალისწინა ანუ ეს პირველი ბუნებითი დეტერმინიზმი რომ ჩვენ განპირობებულია ბუნებით დეტერმინირებული ვართ ვერ გადავცდებით გული სიკვდილს ვერ წაერთმევთ თავს იესო რას აკეთებს ანგრევს სიკვდილს ბუნებით მოვლენებს ვერ წავართვებ თავს რა კეთდება ნილოსი იყოფა ზღვა მეწამული ზღვაც გაიყოფა ნილოსიც ნადგურდება იხან ბაყაყები ჩდება იხან სისხლი და ასე შემდეგ ანუ ერყევა საფუძველი ბუნებით ძალებს ბუნებაზე მიღმა ის არის ელშადაი და აშენ ბუნების ღმერთი მე ელოხიმ ელ ღმერთი იმ მრავლობითია ანუ ვისგან ძალის ზეციერნი განაგებენ აქაკვნაცა და ამის მიღმა ის ერთი ღმერთია. ამიტომ სანამ ჩვენ არ გავთავისუფლდებით ამ შეგნებისგან, რომ ბუნება ყველაფერი კანონია, თერმოდინამიკის ის კი გარკვეულ ზღვამდე. აი როგორც აინშტაინს ეთქვით, ფარდობითი აინშტაინიც ამბობს, რომ დრო იქ სხვანაირად არის, სივრცე სხვანაირად არის. ახალ კვანტური ფიზიკა საერთოდ აინშტაინის მიღმა წავიდა, საერთოდ არ არის სივრცე და დრო ერთია ყველაფერი. ერთი ენერგეტიკული ვედია და ყველა იქ ვართ შიგნით. სასწაულები ხდება, ნახე ჩვენ ზღაპარში შევედით. ეს პირველი დეტერმინიზმი, სამგვარი მონობა, მეორე მონობა, ეს არის იურიდიული. მონები იყვნენ, ხო, უშუალოდ ფარაონის ქვეშ. ემის გათავისუფლება და მესამე შინაგანი ჩვენი ცოდვის ძალებისგან გათავისუფლება, როგორც ქრისტემ თქვა. შეიცვლობ ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. ისინი ეკითხებიან კი, მაგრამ როგორ კაცო ჩვენ არასდროს მონები არ ყოფილვართ არასოდესო და იესო ეუბნება. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ვინ ცოდვას ჩადის, ცოდვის მონა. მე მოვედი აი ამ ცოდვის მონობისგან გასათავისუფლებას. შენ ხარ, აი აქედან იწყება ქრისტეს ჯვრის ნიშნულობა და აღდგომა მე. ადამიანი ამას ვერ ხვდება. და იბრძვის პოლიტიკური თავისუფლებისთვის, ბუნების წინააღმდეგ იბრძვის და ავიწყდება რომ თვითონ არის ცოდვის ტყვე, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ცოდვილი ბუნება რომ მიში. აი რა უნდა მოხდეს. რაც ახლა ვილაპარაკებ თლიანობაში, აი რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ ეს არის ბიბლიაში და
საერთოდაც სამყაროს კულტურის ისტორიაში და ცივილიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ამბავი ეგვიპტე, უდაბნო და ქანაანი და მოსე. მოსეს პიროვნება არის ძალიან საინტერესო. ებრაელებისთვის ის არის მოშე რაბეინუ. ეს რა არის იცი? ჩვენი მასწავლებელი. რაბეინუ იცი, უბრალოდ მასწავლებელი კი არა, აი ეპიტეტი ერთადერთი აქვს ამას მოსეს, იმიტომ რომ ეს სხვა მოძღვრებისგან და მასწავლებლებისგან განსხვავებით მოსე არის გამოყოფილი ებრაელებისთვის. ეს არის ჩვენი რაბეინუ, ასე ჩვენი მასწავლებელი და მოძღვარი მოსე. სიტყვა მოსე მოშე არის ებრაულად, ფუძე და აქ ასეთი ფუძე ლიმშოხ ნიშნავს ამოთრევი, ამომზიდავი. ანუ ვინც ამოზიდეს ნილოსის წყლებიდან, აი ამომთრევი და აქედან ეს სიტყვა მაშიახ. იგივე ფუძეა ისიც. ვინ არის მაშიახ ქრისტეები? მხსნელი. ოღონდ მხსნელი ზოგადი სიტყვაა, მხსნელი ქართულად ნიშნავს ხსნა რა არის? მიხსენი, ამიხსენი, გამა ახსენი ბოჩოლა დაუშვათ, ახსენი დაბულია პალოთი. ვერხსავისთან გამახსენდა ახლა მეცამ ზემან გული გამინათა ამიფოლხვა ჯაჭვთა მანაო. ან რაღაც ესე წერია თი. ყოველ შემთხვევაში რაღაც სიხარული მოვიდა, აღწერს ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. მანა არის პალო. ჯაჭვითა ვარ, ანუ ცოდვით დაბმული, რაღაცა სივიწროვით, გაურკვევლობაში ვარ და რომ მოვიდა რაღაც სიცხადე ეს ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა. ან თქვენ არ გიგზნიათ გულის პალოთი რო ხარ და რაღაცა ესეთი რო ხარ დაბმული და აგიფოლხდება და სიხარული რომ მოდის, მოირყა პალო ცოტა. აი ეს არის ჩვენი სიკვდილის ხეულის პალომის ასე გონია და აქ რაღაცა შემოდის და იმედი რომ გიჩნდება რომ აფამფალდა ეს პალო მოირყა და ერთხელაც იქნება. აი ეს თქვი რა, ანუ მხსნელი ნიშნავს რომ ამომზიდავი, ამომთრევი, ძალა გჭირდება ჩვენი თაკედა ვერ გამოვა. ამიტომ გარედან ძალა, აი როგორც მოსე ნილოსის წყლებიდან ამოიყვანეს. ანუ ეს სახელი ამას ნიშნავს. ჩვენ ვიცით რომ იოსების შემდეგ ესენი ჩადიან, ჩადს რამდენი 12 და მთლიანად 70 12 შვილი და 70 სული. ეგეც სიმბოლური რიცხვია, ამაზე 70 12 მოციქული იქ და კიდე 70 მოციქული კიდე მერე 500 მერე ხალხი. აი ნახეთ როგორ ის არის. ერთგივე რაც იქ ფიზიკურში მოხდა ის სულიერში იქ მეორდება ყველაფერი. ამის შემდეგ ემესე გოშების მიწაზე დაასახლეს იცით თქვენ ეს კარგად ცხოვრობდნენ პატივისცემით ის ფარაონის სანამ ცოცხალი იყო. ვისაც ახსოვდა იოსები. იოსების პატივისცემით ხო გადააყვანინა. ნუ მერე ჩვენ ვიცით რომ იოსები კვდება და მის ძვლები წაიღეთ და დაიბარა, მერე ფარაონიც კვდება და მოდის ახალი ფარაონი, რომელმაც წერია რომ არ იცოდა იოსები. და შესაბამისად რას აკეთებენ? გამრავდნენ ებრაელები გოშემის მიწაზე, იმდენი რომ ტევა არ იყო, იმიტომ რომ უნდა გამრავლებული იყო, ზუსტად ეს იყო ჩანაფიქრი, რომ იქიდან გამოიყვანა მერე და რა ხერხს მიმართეს, იცით თქვენ? რომ უბრძანეს, ნუ ესენი აკეთებდნენ აგურებს იქ, აშენებდნენ აგურებს, ციგნით უდებდნენ რაღაც იმას ჩალას თუ რაც, მე არ ვიცი რა სიტყვით არის მოსენებული, სალომა არის რუსულ თარგმანში. ანუ და ამ სამუშაოდ იყვნენ დაკავებული და როცა გამრავდნენ რა ხერხს მიმართა ფარაონმა რომ ყველა მამრობითი სქესი ყველგან ბრძანება გაიცა სადაც ნახავთ ებრაელ ქალებსაც უბრძანეს ყველგან და იმენ რომ არავინ არ დატოვოთ სიკვდილით დაგშით რომ გადაყარეთ ყველანი მოკალითა ნილოსში და ასე შემდეგ ხო ანუ მოიკრას უდები და არ გამრავდნენ მაგრამ იქ წერია ბებია ქალები სახელები წერია ბებია ქალები წარმოგიდგენია ბიბლია რა ბიბლია ხალის არავის სახელი არ წერია მოშეს გარდა ის სახელები რატო პიროვნება არ ქონდათ ისი მონები იყვნენ პიროვნება სად იწყება იცი როდესაც პასუხისმგებლობას შენ თვითონ იღებ როცა მასის ცნობიერებით არ ცხოვრობ მიყოლით ეს ყველა როგორ ცხოვრობ და ამათ იცი რამხელა გაბედეს ამ ბებია ქალებმა მათ სიკვდილეროდა ამისთვის და გაწირეს თავი და ებრაელ ბიჭებს არ კლავდნენ
და როცა ფარაონმა პასუხი მოთხოვა, ამა თავი მართლეს, რომ ებრაელი ქალებიო, ეგვიპტელი ქალები ვით არ არიან, ჯამთელები არიან, სანამ ჩვენ მივატო, იმათ უკვე ნამშობიარები ხართ და გადამარები ხართ. მე ჩვენ ავხრათო, ჩვენს მისვლამდე ისინი მშობიარობენ უჩვენოდო. სახელები იმდოწერე პიროვნებები არიან და სახელი აქვს. იქ მე ნახავთ თქვენ. აი ესეთი სიტუაცია. დაიბადა ლევის ტომში ბიჭი. და წერია რომ ლამაზი იყო ძალიან. ნუ ახლა ლამაზი ხა ფიზიკურზე არ არის ლაპარაკი, ჭრეტა. ანუ შინაგანი რომ აი ამაში ვიღაცი სულია, როგორც იესოში, ბეთლემში წყებსები მოდიან და იქით მოგვები და ხედავი ვინ არის, ზუსტად ასევე იცნეს რომ ეს ბავშვი განსაკუთრებული ბავშვია და რას აკეთებენ იცით, ახლა ისტორიას მე მაშინ მოკლედ, იმიტომ რომ ამის დრო არ აქვს თქვენ წაიკითხავთ მაშინ ეს ნოეს კიდობანის ალუზია ეგეც პატარა კალათაში დებენ იქ ფისით რომ მასიზამენ რომ წყალმა არ გაჟონოს და აწვენენ და ნილოსის წყლებთან დებენ და დაუყურებს აქეთ. ამ დროს გამოდის ფარაონის შვილი, ქალიშვილი, იქ თავის მოახლეს ებრძანებს ეს ბავშვი ნახონ, იმას მოეწონება, ეს დაეუბნება რომ მე დაგეხმარებიდო მის გაზდაშიო, იმათ იციან რომ ეს დავით ომ სხვა არის და იმას უდებს. აი დისგან ქონდა მაგას თქვენ თორე ხო შეიძლება კითხვა გაჩნდეს თუ კი შვილი იყო რა იცის რომ ებრაელი ან საიდან და ამ ჩააწვეთა შენ ვინ ახარ იცოდე არ დაგავიწყდეს. და შემდეგ როცა მოსე იზრდება, იცით თქვენის მემკვიდრედ იზრდება ფარაონის სახლში. გამოვიდა ერთხელ მოსეო და ხედავს რომ ეგვიპტელი ცემს ებრაელს. მოკლა ეგვიპტელი, დამარხა იქვეო და დაიმალა, ჩუმად გააკეთა. მეორეჯერ გამოდის გარეთ, ხედავს რომ ებრაელი ცემს ებრაელს. ამან უთხრა ძმებო, არ აქვს თქვენიათო? როგორ ძმები ერთმანეთს ამათ რა უთხრեցი? შენო რა, ხო არ გინდაო როგორც ისაო, ახლა ის ეგვიპტელი რომ მოკალიო, ისე მოკვრა ჩვენцо და ანუ დაემუქრენ ვეთყვითო ფარაონს. წარმოგიდგენიათ, ებრაელობა რა დონეზე იყო მონურისული რა. მოსე შეეშინდაო რომ ეს ამბავი გამჟღავდაო და მე გარბის ის, მაგრამ აქ ახლა ამ თარგმანში ცოტა ღრმა თარგმანებში და ებრაულ თარგმანით ჩანს რომ იმის კი არ შეეშინდა რომ არ იქნა თავის საკუთარი ტყავის, რომ ახლა თუ გაიგებენ მომკლავთ ფარაონი არა. მას შეეშინდა რომ ეს ხალხი მონად დარჩა და რამათ არაფერი არ შეიძლება და ებრაელი კომენტატორები ამბობენ რომ მოსემ იმიტომ უთხრა უარი ღმერთს, გახსოვს იქ რომ ეუბნება გამოიყვანე ჩემი ხალხიო, უარზე მიდის მე ენადგვილი ვარ, მე ესა სუსულა, მე ღმერთი გაუბრაზდა ლამის და აარონი იმიტომ რომ არ ჯეროდა ამათი. მას არ უდოდა ასეთი მონების გამოყვება და ამას ეგონა რომ იქ რო ცალკე დახორცი და იქიდან შექმნიდა ხალხს ზენაციონალურ სხვა ხალხებისგან. მაგრამ ღმერთს უდოდა ეს აბრაამის მოდგმიდან ყოფილიყო, მაგრამ ესეთი მონორისული რო ნახაო, აი ამაზე გული გაუთხდა. წარმოგიდგენიათ რა იმასკრეს, რა უთხრეს. ამის შემდეგ ჩვენ ვიცით რომ უდაბნოში არის მოსე 40 წლის მანძილზე, 40 წელს იყო რომ გავიდა, 40 წელი წევსავდა იტროს, ეს იყო აფრიკული კულტურაა და ახლა ეს ცოტა ისეთი სარიქ შემთხვევით არაფერი არა. მის ქალიშვილი მოყავდსო და წევსავს ეს კულტურაა, ეს სწავლობს. აი ნახე მოსეს რამდენი ისაა ებრაული იცის სიბრძნე, გონიერ და მემკვიდრეობა დროის რომ აბრაამის მოდგმა რო არის და მათ აქვთ ეს კურთხევა პირველობის, უпростоრად ამ სამყაროს მისცენეს ერთი ღმერთი წმენა, ეგვიპტის უდიდესი კულტურა შესწავლილია, რომ ეგვიპტეს ის არის, განათლება ეგვიპტეს მიიღო, ანუ ეს არის მიწიერი ტექნიკური ყველანაირი ცოდნა. და პლუს კიდე ბაბილონის ცოდნა, ბაბილონიდან ხო გამოვიდნენ იაკობი. ანუ აქ არის შედარებული, რომ ეს ბაბილონი იყო მამა, ფაქტიურად, იქ ცხოვრობდნენ არც ცუდად. შემდეგ შემოდის უკვე ეგვიპტეში, ეგვიპტე არის დედა, ფაქტიურად რი ჩაისახა, ჩანასახი დაიბადა, დაბადება არის ზღვის გაპობა, იმ სისხლი რაც დაიყვარა, ესეც ეს მოყვა ამას, დაბადებას. ანუ ესე ხდება, რაღაცა დიდი რო დაიბადოს, რაღაცა უნდა შეეწიროს. იესოც რო იბადება, ბავშვები ხოცები ვერ ხედა ჰეროდე 2 წლამდე რამდენი ბავშვები ღაშლიდა და სუსისხლი იყო. ეგეც ხო ერთი კუთხით ხო არ უნდა დავინახოთ მარტო, თორე კითხვა გავიდა საწყალმა ბავშვებმა და დააშავეს. კაი, ადამიანურად სწორია, მაგრამ აქ უფრო მაღალ რაღაცებზეა ლაპარაკი. შესაბამისად
მოსე კულტურას ეზიარა იქაც და მთლიანად შიგნით ხდება ერთხელაც მასთან უკვე მოდის გამოცხადება, აი უკვე გაემზადა. ეგ მაყოლოვანი ბუჩქი, რომელიც იწვოდა, მე მიდის, იქ რაღაც არ მომეა, იწყებ. და აი აქ მივადექით ძალიან საინტერესო ადგილს. როცა მოსე ხდება, რომ ის ხმაროებრივა ფერხი გაიხადა წმინდა ადგილია, ანუ გამოცხადების ადგილია. ანუ ეს ეუბნება მოსე რომ მე ვარ ღმერთი და ასე შემდეგ, მე თქვა ჩაგიყვანეთ ეგვიპტეში და ეგვიპტიდან უნდა გამოიყვანო ხალხი და ასე შემდეგ. ეს არის გამოცხადება, უკვე პიროვნული გამოცხადება. სხვადასხვა ჩვენ ვრჩებით პიროვნული გამოცხადებაზე ვერც ბედავს ლაპარაკი. ჩვენ გვაყოფილდებით ზოგადი რელიგიურობით, არა და ქრისტიანობა პირდაპირ არის გამოცხადება. ქრისტე სულიწმიდით ყველა პიროვნებაში ცოცხლობს, ანუ ქრისტე არ მართავს სამყაროს ადამიანებს ესე გარედან რაღაცა კანონებით ან მორალური იმპერატივებით ან ბუნებრივი არა როგორც მზის ხივი მზე გვათმობ ჩვენ ხო ერთი მზე მაგრამ შენი წილი მზე გათმობ შენ ჩემი წილი არა მე არ მარტდება ამით არაფერი ასე რომ მე ვერ ვეთქვი მზეს რომ რატო უნაწილებს სხვასაც მეთქი მე შენ ხო მე კი მიყვარხარ აბა ისიც რატო იმასაც რომ ვერი შენი წილი მოდი შენთან ესეც ღმერთი ესაა სულიწმიდით ქრისტე ყველაში შიგნით არის პიროვნულად ამიტომ გამოცხადება აუცილებელია ჩვენ არ უნდა დავჯერდეთ ზოგად რიტუალებში მონაწილეობა საიდუმლოებში მონაწილეობა თუმცა ეს გამოცხადება დევს ზიარებაში მაგრამ არა გვაქვს რეალიზირებული ის რომ აფიქსირებ შენ რომ ეზიარე ეს არ არის მარტო ის ვიზუალურად რაც გააკეთე და მე უკვე ვეზიარე და მორჩაგი არა ზიარებები შენ უკვე ორი არა ხარ ერთი ხარ და ხარ მარტო ქრისტესთან ერთი აბა შეეკითხე შენ სულ იქ გამოცხადება გააქვს ელაპარაკები ერთი გამოთქმა არის რომ შენ თუ ვიღაცა გეტყვის რომ ვის ელაპარაკებიო თუ ეტყვი რომ მე ვლოცულობო ბოდიში ხელი შეგიშალო გეტყვიანო მაგრამ და ანუ მეც მელაპარაკებიო ლოცვა ხო ვერც ელაპარაკები მაგრამ თუ იტყვიო რომ ღმერთი მელაპარაკებაო იმ წუთას საგიჟეში წაგიყვანენო ეს რა გამოვიდა ესე ცალმხრივია ანუ მე თუ ვლაპარაკობ და თუ მართლა ვლოცულობ იქიდან მოდი ლოგიკურად თქვა ის მემდურის თუ ეს არ გვიკვირს ჩვენ და აბსოლუტურად დაჯერებით ვამბობ რომ ლოცულობ ანუ ველაპარაკები ხო ლაპარაკობ ის არ გისმენს კი რატო არ გელაპარაკება რო თქვა რომ ღმერთი დამელაპარაკო იმ წუთას კალთარაძეს გაგანებენ პროცეულის ოყნაო იქნება თუ კან ეგრევე შერეგილებში რო არ და ეს რა მათემატიკაა აბა დაფიქრეთ ამაზე რატო და ამიტომ გაბედეთ ეს შიგნით არის სულიწმიდა ცოცხალი იმიტომ არის ეს ჩვენი ეკლესია დასულიწმიდა უფალი და ყოფილი რომელიც მამისაგან გამოვალს მამისათანა და ძისათანა თაყვანისიცემების და იდიდა ანუ ეს არ არის ენერგია როგორც ხვები ამბობენ პიროვნება იმიტომ მოვიდა სწორედ ქრისტე რომ თავისი აღდგომით რომელიც მანამდე არ იყო ის სულიწმიდით შემოსულიყო ჩვენს გულებში რომ იგივე აქტი განეხორციელება ჩვენში ჩვენი ხსნის ჯვარცმის და აღდგომით ჩემს სამყაროში რომელიც მან გააკეთა ისრაელში და იერუსალიმში ის პროექტი იყო მოდელი იქ რაც გაკეთდა შემდეგ სულიწმიდით ჩემში აღესრულება ჩემში შემოდის სულიწმიდა ის მივყავარ მე ჯერ ჩემი ძველი კაცის ჯვარცმამდე ამოწურვამდე მერი აღდგომამდე დიდ სიცოცხლემდე აი რა არის გამოცხადება ამის წინაშე დგას მოსე უშუალოდ აქამდე თუ ზოგადად იცოდა ცოდინით გამოცდილებებით ლოცვებით რიტუალებით რაღაც ხელშეწირვებით თუ რაც იყო ეგვიპტეში თუ სხვაგან ახლა უკვე ის ღმერთი უკვე პირისპირ მაყრის ბუჩქი და ელაპარაკება ნუ მოსე იქ ერთ დღეშია მე თავიდან მიდის რაზე ნუ როცა უთხარ მიდი ებრაელებთან და უთხარი რომ მამების ღმერთმა გამომგზავნა და ასე შემდეგ ესე მოსე უგრება კი მაგრამ ვინ უთხრა რომ მეტყვიან რა რომელმა ანუ რა ქვია იმ ღმერთს ახლა ჩვენ გავსვათ რა ვთქვით სახელი და საღნიშნავს სახელი არ აღნიშნავს უშუალო თვისებას ვისაც ეს სახელი იმდენად რამდენადაც სახელი არის დანიშნულება მიზანი მისია ანუ რა მისია რას გვეუბნება რა უნდა ვაკეთოთ ანუ რომელი სახელით არის ეს ღმერთი რა სახელით მოდის ანუ რა დანიშნულებით რა ფუნქციით რა უთხრა და ის ეტყვის ასე უთხარით რომ მე ვარ რომელიც ვარ გამომგზავნა თქვენთან ახლა აქ უკვე თარგმანი ჩვენ რამდენი გვაქვს დრო ახლა ეს უნდა დავასრულოთ ერთი 10 წუთში
კი, გვეყოფა ხო? 10 წუთი მეყოფა და მე გავჩერდით, ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მე ვარ, რომელიც ვარ, ახლა ჩვენ ყველაფერს ამას ვიტყვით. ეს არის ტეტრაგრამატონი ქვია, ის ღმერთის სახე, რომელიც გამოთქვა არ შეიძლება, იგზალება, იმიტომ რომ ძალიან არის მე რო გითხარით ის გამოვლენელი და ჩვენ ვამბობთ აქ რაც გამოვლენელია, ამიტომ დიდი ტაბუა დადებული ებრაელებში და ჩვენს ქრისტიანულ მამებშიც, რომ ის უფრო ის არის რაც არ არის, ანუ ჩვენ არ შეგვიძლია დადებითი ვთქვათ ღმერთზე. თუმცა ქრისტეში გაგვეცხადა, უხილავი მამა ძემ გააცხადა, ასე რომ ჩვენ ვბედავთ უკვე. მამა გვიყვარდეს ქრისტეში. ქრისტემ შეგვაყვარა, გაგვიცხადა, მაგრამ მანამდე ეს გამოცხადებით ხო არ იყო. ამიტომ ის ღმერთი უხილავი ეპითეტები არ იქნება, შედარებები არ იქნება. ყველაფერი მას ყველა ტერმინი ზღუდავს იმას, რასაც ის ქვია და ის ღმერთი ტერმინზე მიხმარად. ამიტომ თუ შენ თქვი დიდი ღმერთი, გულმოწყალე ღმერთი, ყოვლადწიერი ღმერთი, დაუშვათ. ეს მაინ ტერმინებია, ის მიღმა, ყველაფრის მიღმა. ის ამ თვისებებით მე მეცხადება, რატო? მე ვარ განვითარების დონეზე, რომ მე შემიძლია ვთქვა, ვაიმე რა კარგი ღმერთია, დღეს რაღაცა გამიხარდა, რაღაც კაია კაცი შეხვდა და მადლობა ღმერთო შენ რომ ეს კაცი შემახვედრე. ესეთები ყოფილი შე და სახელებს არ ქმნევ. თუ რაღაცას ვერ გავიგებ, ცუდი ღმერთი და ეპითეტებს ვაშვრები და ვიგონებ რაღაც სახელებს. ამიტომ გეუბნებია რომ არ დაარქვა სახელი. ვერ შეძლებ ის განსაზღვრება. თვითონ განსაზღვრება სიტყვა რას ნიშნავს? ზღვარს უდებ. თითქოს კაის აკეთებ დიდი ღმერთი. უკვე ზღვარი დაუდე. ის დიდის მიღმა შენს იმაში არ გეძლება. ან თუ და ტერმინი ხო სახედი ტერმინის ზღუდავს, იმიტომ ტერმინალი გვაქვს სიტყვა. ანუ ამის იქით არა, აი აქ შემოვზღუდი, დავჭერდი. ამიტომ ღია. აი ხა ამიტომ ამას განვიხილავ ჩვენ. ტეტრაგრამატონი რომის სახელის გამოთქვა არ შეიძლება. ეს შედგება 4 ასოთაგან, ეხლა იჰ, ვჰ. ნუ ეგ ცოტა იჰ, ვჰ, რუსულად ხ-ში გადადის, ებრაულად ხ-ც არის დავშოთ სიყვარულს ახავა ქვია. ახლა რას ნიშნავს? ეს ხო მთელი სამყაროა ჩადებული საიდუმლო, რატომ ეს ასოები? პირველი არის იოტი. ანუ იოტა რო არის, ერთი იოტა არა, იოტა არის ნახევრად ასო, ანუ ვითო პატარა ესეთი ნახევრად კალური, ახლა თითოეული ის რას ნიშნავს, ნახე რა სამყაროა ჩადებული. პირველი მნიშვნელობით ეს არის იუდ, პირველი სიტყვა ეს არის სინათლის პირველ წყარო. ესას პირველ პატარა წერტილივით არის პირველ წყარო, რომელიც გამოვლენილი არ არის ბოლომდე. პირველ წყაროა კონცენტრატია. ყველაფერი იქ არის. მერე ვლინდება მისგან ყველაფერი. ამიტომ პირველი, მეორე ხეი, ეს არის სინათლის გაფართოება და გაშლა, გამოშლა იქიდან. პირველი კონცენტრატი სამყაროს შექმნას ხო არ პირველი წერტილი იყო, რაღაცა მიკრო რაღაც მემილიონები პატარა იმის ვერ წარმოიდგენ. მერე ხდება მისი უკვე გამოშლა. ნელ-ნელა. მესამე ვავ იუთხეი, ვავხეი, ეს ნიშნავს მისი დაბლა ემანაც ჩამოსვლა. აქ წვდიან გაფართოება და შემდეგ აქ მიწა იმას უნდა მოწდეს, ეგ არის და მზე თუ მე არ მომწდა რა თქმა ცაში. ერთი არის იქ არის, მეორე არის ფართოვდება და მესამე რომ მომწდეს უნდა. ბოლომდე და მეოთხე მნიშვნელობა და ბოლო ასო ნიშნავს აი ამ შუქის ამ დიდი სინათლის დაბლა ჩვენ ყოფებში მოცვა, მოიცვა თლიანად გაჟღინთოს, უბრალოდ კი არ განეფილო, გაჟღინთოს, აი როგორც ღრუბელი ის რო არის, ღრუბელს იმას კი არ გულისხმობ, აი რომ დააკუცბაცო და წყალში ჩაყაროს, შეისრუტავ წყალს თლიანად. აი დაახობით და გამშოლოს ყველა ჩვენგანი. აი ეს არის ეს სახელი 4. ახლა რაც შეეხება ამ მნიშვნელობას, როგორ არის ორიგინალში აი ეს მე ვარ, რომელიც ვარ თარგმნილი. აი და მოსეუბნება, როცა მივალ ებრაელებთან რა უთხრა მას? ანუ შენ უთხარი რომ ღმერთმა, მამების ღმერთმა გამომაგზავნაო და ისინი შემეკითხებიან რა ქვია, ჩვენ ხო ვთქვით ამაზე, მაშინ რა უთხრა მაგათო და ეს ეუბნება ასე, ნუ ორიგინალის თარგმანში, სინოდალურ თარგმანში არის და ჩვენი ქართულ თარგმანში მე ვარ, რომელიც ვარ გაგზავნის, მაგრამ ებრაულ თარგმანში ორიგინალზე ცნობილია, მერწმუნეთ, ასე აქ წერია რომ მე
ვიქნები, რომელიც ვიქნები გამომგზავნები. ან მე ვარ კი არა. თითქოს მე ვარ, გასაგებია რომ სულ ვარ, მაგრამ აქ არ ჩან მე ვარ და თითქოს აწყოა მარტო. სინამდვილე მე ვარ, როგორი აწყოა, იცი რომ ისე მომავალი და წარსული არა აქვს. თლიან აქაც ჩან, მაგრამ ეს უფრო აღმა მე ვიქნებ, ანუ ეს არის ქმნადობის პროცესი, მუდმივი. არ არის სტატიკური ჩამოვა, მე ვარ აქედან აქამდე, არა, საზღვარი არა. მე და ამას ქვია სახელად ებრაულად წერია ასეთ სიტყვები. ეჰე, აშერ, ეჰე. ბუკვალურად ნიშნავს. მე ვიქნები, რომელიც ვიქნები. ანუ ეს არის გაშლილი თარგმანით რო ვთქვათ, ნიშნავს რომ მე ვიქნები ის, ვის მე მსურს რომ ვიყო. უმაღლესი ძალაუფლება, მაქსიმალური შესაძლებლობა და თვით რეალიზაციის სისავსე. ნახეთ, უმაღლესი ძალაუფლება, მაქსიმალური შესაძლებლობა და თვით რეალიზაციის სისავსე. აი ამან გამომგზავნაო. იმიტომ რომ აი ეს თვისება არის ის, რაც ებრაელებმა გაავრცელეს ყველგან ამერიკაში, ევროპაში. დღეს მთელი წარმატების ფილოსოფიები ყველაფერი აქედან მოდი, ეს რა არ ყოფილიყო ჩვენ აი ასე ვიტრიალებით ერთ ადგილას. და ეს გეუბნება რომ ადამიანი ის არის, ვინც მაქსიმალური შესაძლებლობა რეალიზაცია და არ სრულდება, ას მუდმივად დინამიკაში ხარ, მუდმივად წინსვლაში ხარ, მუდმივად პროცესში ხარ, მუდმივად მიზანში არ ჩერდები. ამიტომ არის ებრაელები მიუღებელი იყვნენ ყველგან, იმიტომ სადაც ბუნტის თავებს ეძახდნენ. ქრისტიანებს იგივეს არ გვეძახდნენ, ახალ ებრაელებს, ანუ ისრაელი. ჩვენი თვისებაც ეს არის. ჩვენ ახან არა ვართ გაყინული სტატიკური, მიჯაჭული ერთ ადგილას, კარვებში ვცხოვრობ, შესაბამისად გადამტირები ვარ და ვურებ, ამრევები ვარ, იმიტომ რომ ის კაცი რომ გიყურებ, ის სტაბილურად ცხოვრობ. ამიტომ რომ შენ შეგიძლია ყველაფერი ერთ დღეში დაყარო. შენ აქ მიჯაჭული არ ხარ, შენ გეუბნება შენ ურევ, რას აკეთებ? ბუნდის თავები ახაც გამოჩნდენო, აგვირიესო ცხოვრებაო. კაცო, შენივრად ცხოვრობდით, მოვიდნენ ეს ამრევებიო. პავლესა და იმაზე წერია, იმიტომ რომ ახალი სტილი შემოაქვს, რომელიც ამ სტაბილურობიდან გაღვიძებს, გამოდიე გეუბნება, გამომყევი. გამომყევი გაყოლას რა მიჯაჭული ეგ დედა, მამა, ცოლი, შვილი, ვიღაცები ყავ ისინი იჭერენ, და ეგერ ნატოს ეღიმება ეგ კეთილად. რა დღეში იყვნენ ესენი ზუსტად მე როდესაც ამ ეგვიპტიდან გამოვედი, შემიყოფის ეგვიპტიდან გარანტირებული რამდენიმე სკოლაში მუშაობდი, სტაბილური ხელფასი, საუკეთესო ოჯახი, ავტორიტეტი, პერსპექტივა, რაიკომში უნდა ჩემი გადაყვანა, მთელი ქალაქი ჩვენი ოჯახის გარშემო ილაპარაკობდა, ისეთი მებს ვაკეთებდი, ღია გაკვეთილებს ვატარებდი და რა გიდა მეტი. და ამ დროს ხდება ერთ დღეში ინგრევა ყველაფერი ეს ნაჭუჭილი. ორი ღამე იატაკიდან არ დასაწყა იატაკზე იწვა, ორი ღამე გათიშული შოკისგან. წარმოგიდგენთ 1985-6 წლებია იმაში. და ერთ დღეში რომ დაყარო ყველაფერი და სადღაც იმაში წახვიდე შავის უნიფორმა თუ სპეცოვკა გეცვას და იმას ტრუბებს, მილებს, კანალიზაციის თუ გაზის მილებს ღებავდი შუა ქალაქში ვიძეკი ამოგანგლური ყოველ მეორე დღეს პროსტინებს და სადღაც იმას ყველაფერი მაზუტით ყველაფერი მოვსვარე სახში. რამე ქრაბა, უნდა მემუშავა. მაგრამ ეხა გარედან ასე ჩანს, შეუბედური რა გინდოდა, რა სწავლობდი, ასე კარგად უცხოვრობდი, რაზე გაიჭირო თავი, შეიძლება თქვენმაც კი გითხოთ, მაგრამ მე რო გითხათ შევში რა ხდებოდა, მაშინ მან კითხოს არ დასვამდა, ამიტომ ამაზე არ ვილაპარაკებ. მაგრამ მე ვთქვი რომ ეს არის მეთქი, ეს სული, რომელიც არ შეიძლება, ანუ ღმერთის სახელი ვინ არის, ვინც რაღაცას კი არ გეუბნება აქედან აქამდე. რომ გააკეთე ეს და მე კარგი ბიჭი ხარ. არამედ გაიზარდეო, დატოვე, მოიტოვე მუდმივად, იესო რას ამბობს? ვინ ჩემთან მოდის და არ მოიძულებს დედას, მამას, და-ძმას, ცოლს, შვილსაც კი და საკუთარ თავსაც კი ყველაფერს რაც გააჩნია, ვერ მოვა ჩემთან. ვინ არის იესო? ჩემი სათავე. მეტი ვინ არის? სათავეში კიდე მოხვიდე, სადაც გადაცდი, მაშინ რაც ამ გადაცდომისა შეიძინე, ხელები, ფუთები რო გაგე რუსულ ჩემოდნებს ვეძახი მე ამას. ჩვენ დროს მაინც საბჭოთა პერიოდის ვარ, შემოდები დიდები თუ გიდახავთ ესე კინის ბალთები რო ქონდა ესე 4 მხარეს ესეთი და დიდები და აი მე ესე მივდივარ წინ, ამას ვერ ვეშები. ფუთები და ჩემოდნები. არა საბავშვო გეუბნება დაყარე ყველაფერი თუ გინდა მართლა იქ დიალოგთან შეხვიდე ღმერთთან საკუთარ თავთან, ანუ სამოთხეში. მაშინ რაც შენ აქ მოიკიდე და შეეჩვიე ჩვევები, თვისებები, ხასე ეს არის ჩემოდნები. ქონება ეგ არის, თორე გარე ქონება ადვილად დატოვება, შინაგანი ქონება დატოვება, ამბიცია რო გაქვს რაღაც ცოდნაზე, რაღაც გაგებაზე, რაღაცა ვნებები, ემოციები, გზნობები, რომელიც შენ შიგნით არის ჩაკირული.
აბა გაუბედე რამე და ესო ვინ არის ესო ვის ვინც მე დავტოვე დავიწყების ქერქის მიღმა და რა დონისაც გადავწდი მას და დავიწყე იმ დოზით მე თუ არ ვიქნები დინამიკური და აი როგორც ეს ღმერთი მეუბნება გამდინარე ყველა საზღვარი მოვშალო და წავიდე წინ ესე მე ვერ ჩავალ იქამდე რამდენად დიდი იყო ჩემი დაშვება ეგვიპტეში და მონური სული აქ იმდენად ასვლა ალია ზევით წასვლა ქანაანში გადასვლა მოითხოვს თლიანად ჩამოშორებას ყველაფრის რაც მე მონურმა ცხოვრებამ ამკიდა და ჩვევები და თვისებები შიშები ამბიციები ყველაფერი ეს ამითა ვარ გავსებული რატო იმიტომ რომ მატერიაში ჩავვარდი დამავიწყებ ახლა მოდის გახსენება და უნდა ამოგათვლო რა გაგახსენონ მიხარ და ეს არის მოსეს მისია გაიყვანოს და ძალით გაყავთ აბა ისე არ გამოვიდოდნენ მონური სული იჭერდა იმათ ეგვიპტეში და მე ხდება ხო გითხარით უკვე ორივესთვის ებრაელებისთვისაც და ეგვიპტელებისთვისაც 10 საჯელი ეგვიპტელებისთვის არანაკლები იმიტომ კიდევ ვთქვით მიზანი რო ყოფილიყო ღმერთის ეგვიპტის გატეხვა ფარაონის გატეხვა მაგაზე ადვილი რა იქნება და არა გონს მოსვლა ამიტომ ნელა უწყებს ჯერ ნელა იწყებს შეხება ეხება ის უკან იხევ წინ იყო უკან წინ უკან და ბოლოს როდესაც ისა მე ხდება გაწევა თუმცა მიხვდათ ამისა როდესაც ასეთი აგადა არსებობს აგადა არის ისეთი გადმოცემები თქმულებები ებრაული ასე ქვიასა რომლებშიც არის აი ჩვენ რო გვაქვს მართლმადებლებს არა ტექსტები რომელიც გადმოცემებია რაღაცებს რო წმინდანების ცხოვრებებზე რაღაცები ისტორიები რომელიც არ არის გამკიცებული მაინც და მაინც ესე დოგმა მაგრამ ვიყენებთ ხოლმე როდესაც მოსე კვერთხი რო ისა და ზღვა გაიპო მეწამული ზღვა და ებრაელები რო გავიდნენ ხო და მე ამას ვილაპარაკებ და ფარაონის და ყველა დაიხშო ანგელოზება ტაში დაუკრეს ამი ჩვენი ელმა გაიმარჯვეს და ღმერთმა უთხრა რას შვებიდო ჩემი ხალხი დაიღუპა იქ და თქვენ ტაშს უკრავთო გასმით ეს ჩვენთვის არის ისინი ბოროტი ბიძიები და ესენი კარგი ბიძიები ჩვენ კეთილები ისინი ბოროტი ჩვენ ვყავთ ჩვენი პირი იქ დაუყოფავია იგეთი გონდეს გონება ვით მოწმენდილიც არის ღმერთი ის არის ვინც ყველაში ერთნაირად არის ეს ერთგვარი დროებითი მდგომარეობებია ეს რომელსაც ჩვენ გავდივართ ამიტომ შენ მხარე არ უნდა იყოს ის მხარის მიღმა ღმერთი ამიტომ მისთვის ისეთივე შვილი იყო ფარაონის ეგვიპტელებიც როგორც ებრაელები მისთვის ოღონდ მისიაა განსხვავებული ამიტომ ამ სასწაულის მიზანიც ის კი არ იყო რომ დაესაჯა პირდაპირ გაგებით ეგვიპტელები და შურიეძია არა მოეყვანა გო სასჯელი სიტყვა გაიგეთ ამ სასჯელი ჩვენ გვესმით როგორ შურიძიება დაიჯები სიკეთეა სასჯელი გონს მოსაყვანის საშუალება ნეტად ამჯიდეს ნე უფალო დამსაჯე თხოვდნენ მამების და ბიბლიაშიც არ არის ბიბლიაშიც იგივეა გამატარეო როგორ აბა ბრძმეთში გაატარე ჩემი შიგნეულობაო სოლომონი ითხოვთ ავთანდილი გული შავად შემიღებე სიბნელესა მიმეც ხშირსა შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა რა მაზოხისტია კაცო ეს ნორმალურად რო შევხედოთ შეიძლება ავამტყოფი იყო როგორ შეიძლება ღმერთ ხო որ გული შავად შემიღებე ხშირ სიბნელეს მიმეცი შემომყარე კაეშანი ტვირთი მძიმე ვითა ვირსა აი ისთვის არის ხო მიხდით ისთვის არის ისე და ისე დასახმარებლად ისე და ისევ რომ შენ ნელელა მოგცეს საშუალება რომ ამ განპირობებულები და რომელიც ჩავიდი ამის დაბლა დაეშვა სიმძიმე გჭირდება დავთანდილი ძალიან მაღლაა წასული ტარილემდა რომ მივიდეს ის დაბლა უნდა დაეშვა ფეხი უნდა დადგეს აქ და ამისთვის გჭირდება დამძიმება ამიტომ თხოვს ის ღმერთს გული შავად შემეხება სიბნელეს მიმეციო ეს სიბნელე ჩვენი ეგო და ამბიციები რომელიც აი აქ შევიძინეთ ეს პატარავდება ამიტომ არის სიბნელის მაგრამ იქიდან სინათლეში გადეხარ უკვე ჩვენ ცოტაიდან ტარიელს ხედავ სამაგიეროდ მე ასმათთანაც იმ დაბლებს თავს სპასპეტია წარმოიდგინე და იქ რასაც ასმათი ეუბნება იმას აკეთებ აი მორჩილება მოსეზე წერია მოსე იყო რატო შეეხო მოსეს ღმერთი მაინც და მაინც ყველაზე დაბალი ადამიანის სამყაროში ანუ იმის იქით არ იყო სიმდაბლეო ეს არის ანავა ქვია ებრაულად ამას ანუ ანავა ეს არის ისეთი მორჩილება უპირობა იმის იქით რომ არაფერი არ არის სიმდაბლე რატომ იმიტომ რომ მონების ურჩობა უნდა ეზიდა და ეტვირთა ბოლომდე თუ ესეთი არ იქნებოდა მოსე ვერ გამოიყვანდა ახლა პეტრე ნახოთ პეტრეს
კლიტეს რატო აძლევს უფალი? შენ ხარ გასაღები მისსა და ასევე კლდე უწოდ. და ამ დროს ვინ არის პეტრე? ვის სამჯერ და რატო ვეუბნება ისე გიყვარვარ პეტრე, გიყვარვარ წყებზე აძოვე ჩემი კრავები და მე წყებზე ჩემი ცხრები, წყებზე ჩემი ცხრები. რატო ასეთ ადამიანს უგურანდო მოღალატეს კაცო? მოღალატე კი არ იყო. ეგო დაიმსხვრა და იმის იქით ეს უკვე არ არის ძველი კაცი. ასეთ შეუძლია დამწყესოს ხვები. თორე ვერ აიტანს. შენ თუ დალეწილი არ ახალ ბოლომდე შენ ადამიანის ცოდვებს ვერ ზიდავ, იმიტომ რომ ვერ შეძლებს ზიდო, რომ აი ეს როგორ გააკეთა. მაგრამ პეტრეს რო ახსენდება თვითონ რა გააკეთა იმის ფონზე, რა ცოდვა ისეთი რომ შეუძლია პეტრე ვერ ზიდოს. ანუ წყევსი ვიდა თავი უნდა გაწირო და როგორ გაწირავ თავს? თუ კი შე ყველაზე თავგანწირული არ ახარ, დაბალი არ ახარ, შენი მდგომარეობა თუ არ იცი ვინ ხარ, შე როგორ გაუგებს ხვის ცოდვას? ბოლომდე მით უმეტეს. იესოს ეს იგივე წერია. იმან მიიღო ადამიანის ფული, რათა ჩვენი ესმის. რატო ესმის? იმიტომ რომ ამ სხეულში შემოვიდა. ახლა იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენს. ვისაც დაცემები არ გაუულია, ვისაც თავისი სისუსტები არ დაუნახავს, იმას გაუჭირდება სხვები წყებს. მე მკითხეთ თუ გინდა. მე რაც უფრო ნეოფიტი ვიყავი თავში მოვდიოდი, ასე ვაბრიალებდი თვალებს. აი ესე ყველა დასაწყეთი იყო დიდი და პატარა. მეთქი რასაკეთებდი. დამლეცა ცხოვრება, ახლა მე ვკუმრო ხო წიბოები არ მაქვს უკვე ესეთი მკვეთრი ისინი, დაბეგვილია ყველგან უკვე ასე იმდენი იმებისგან, რაღაცეებს რომ მიდიხარ და რომ ისე ბოლო უკვე ნებდები რა. ნებდები მე გეღიმება. მე დარწმუნებული ვარ რომ პეტრე რომ მესამე თქვა არ ვიცოდი ამ კაცო იესომ შეხედა. მან დარი თითქოს პეტრეს რამდენჯერაც ახსენდებოდა, იმდენჯერ ტიროდა, მე არ მგონია რომ ასე იყოს. მე მაქვს უფლება დავინახო სხვანაირი პეტრე. უფალმა რო შეხედა პეტრე მიხვდა ყველაფერი და პეტრებს უფრო ალბათ გაუხარდა თორე ის ვერ წამოიწეოდა იქიდან და იესოს ვერ უპასუხებდა დიახ უფალო სიყვარულს როგორ შეძლებ ტოლი იყო იმის ვის სამჯერ გაყიდე თუ პირდაპირ გაიგე ეს გაყიდვა არ იყო იესო მადლობა უთხრა პეტრეს ამისთვის იმიტომ რომ არ არის პეტრე საჭირო შენასაც აკეთებ ნუ მიენდობის ხეულ მე ამით ქრისტეს უშლიდა პეტრე ხელს იმიტომ პეტრე ხო იესოს ასპექტია შიგნით არის მისი სისუსტეა პეტრე პირველია ვინც ამბობს რომ იესო შეხად ძეხვისავ იგივე პეტრე ამბობს რომ გამშორდი სატანაურები იმის ნუ წახვალ უფალო და ბოლოსაც იჭერს ანუ გესემანის ბაღში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იესო რომ ჩაბარდეს ხომ დანებდეს ეს არის ყველაზე ძლიერი ზოგი ღვთისმეტყველი ამბობს რომ ჯვარზე არანაკლებია გესემანი იქ მოხდა ყველაფერი იმიტომ ნება იქ გადაწყვიტა მან მერე უკვე ჯვარი აღსრულება იყო ნების ჩვენც ესევა რაღაცის გაკეთება რო გიდე ნება გიჭერს შეგადადე როგორც კი დაანებებ თავს და გადაწყვეტ უკვე მე ადვილი. ამიტომ იქ რო ეუბნება იფხიზლეთო, ის სამი წელი ყო დაიძინა ყველამ, ვერავერ გაუგო ქრისტეს მაგტკივილებში. და აქ მე რო უნდა ჩაბარდეს უკვე გადაწყვეტა ამდენ პეტრე ხმალს იღებს, ყველაფერში ხელს უშლის. პირიქით ქრისტეს უნდა რომ გაჩერდეს პეტრე, მე უშლის ხელს. ეს მისი სისუსტეა, თავის თავს აიძულებს იესო რომ ჩაბარდეს. ამ დროს მისი პეტრე, მისი საყვარელი რომელმაც მასში ძეხვისაში ეუბნება ხმარს იღებს და ეწინააღმდეგება ყველას. ვითომ ვაშკაცია. და სინამდვილეში მივხვდით ეს ვაშკაცობა კი არის ის იყო რომ ქრისტეს არ იცნობდა. მას იგონა რომ მესიას ვერავინ შეეხება ხელი. და როგორც კი შეეხდნენ პეტრე რატო გაჩერდა პეტრე? რატო იწხებლება და იფიცება რომ ამ კაცს არ ვიცნობო? აი ძველი პეტრე დამთავრდა და მერე იწყება ახალი პეტრე ის რომელმაც აი რა გააკეთა მერე ჩვენ. აი მოსეს ამბავიც ესე რამდენიმე გაიარა მოსემ ეგვიპტის მემკვიდრე იყო ფარაონის, ამდენი ცოდნა, ამდენი განათლება და მე 40 წელი მცხოვრებ წელსაც ესწენ ბოლურია და მასე უნდა დაბალი არავინ არ იყო, რატო? იმიტომ რომ მას უნდა ეზიდა აი ამ ურჩი ხალხის მონობაში გაზრდილები, უნდა ეტარებინა 40 წელი უდაბნო. ამიტომ მოხდა მისი არჩევა. აქ გავჩერდეთ მე მგონი ხო ახლა და ისა შემდეგ უკვე ერთი ან ორი საუბარი დაგვრჩება და ამოვწურავთ 5 წიგნეულს. უკვე გადავალთ ხანანში გადავიდეთ და გავხსოვთ